საქართველოდანაც რო იყოს წარმომადგენელი. საერთოდ არ არის საჭირო კემპინგის დროს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სპონტანურად გადავწყვიტეთ მე და ლევონმა გასვლა და მოვადგეთ ნადარბაზევის ტბას. დღეს ვაპირებთ აქ დარჩენას და ვფიქრობ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება წინ. ცოტა ქარიანი ამბები გვაქვს, თუმცა ეს ჩვენ ხელს არ გვიშლის და დარჩით ჩვენთან, რადგან ვაპირებთ ძალიან საინტერესო თემებზე. საუბარს ასევე ტრადიციულად მოვამზადებთ გემრიელობას. მას ასე ვიწყებთ, თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ არხი და იაქტიურეთ კომენტარებში. დღეს ლევონის აქვს წარმოდგენილი თავის მეორე კარავი, რომელიც ასევე წინა კარვის გავსად თავის ხელით არის გაკეთებული. კარგია? ეს კარავი არის რიგით მეორე, წინა ვიდეოშიც იყო ნახსენები. აიწყო დროის მცირე მონაკვეთში. რეალურად იყო კონკურსისთვის განკუთვნილი და ასე ვთქვათ არის დემო ვერსია. განსხვავდება წინა კარავისგან. უფრო სახლური ის აქვს რა. ეხლა გავშლი და ნახავთ თქვენი თვალით. გონი მოუხდება აქაურობას. პრინციპი თითქმის იგივეა. იშლება როგორც წინა კარავი იგივენაირად. ეხლა ქარი არის და ცოტა მიშლის ხელს, მაგრამ შევეცდები მალე გავშალო. დაახლოებით 10 წუთი მოვანდომებ ამ ყველაფერს. და 1-2 სიტყვით გეტყვით, რომ ერთ კვირაში აიწყო ეს კარავი. საკმაოდ ლამაზი პროექტი გამოვიდა. არ ჩამოვარდება სიმყუდროვით წინა ქოხს. განსხვავდება ვიზუალურად, მაგრამ იგივე მასალით არის დამზადებული და დეტალურად ნახავთ უკვე როცა გავშლი. 10 წუთში იქნება მზად. მეგობრებო, ეს არის დასრულებული აწყობილი პროექტი. საკმაოდ ლამაზი და ისეთია რა, მყუდრო ფერიც ძალიან ხდება აქაურობას რა. ორი ფანჯარა აქვს, რაფაც აქვს, რაც უფრო სახლურს ხდის, ფიქრობ. ძალიან ლამაზია რა. რეალურად პატარა სახლია ტყეში, რომელიც თავს მანქანის სახურავზე. ლევონისგან განსხვავებით, ამას ძალიან მარტივად გავშლით, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება. აქვს თავის პლუსები, რა თქმა უნდა, სიჩქარე, თუმცა ლევონის ერთი პლუსი აქვს, რომ ძალიან ლამაზ მწვანე ხის კომფორტულ სახლშია და მე ვარ რკინის და, რა ვიცი, პლასმასის კონსტრუქციაში.
ეს კარვები უფრო არის, ასე ვთქვათ, სიმარტივისკენ რა. როდესაც overland-ში ხართ, overland-ით ხართ დაკავებული, უფრო მარტივად გაშალოთ, სწრაფად გაშალოთ და რა ვიცი. დიდად სილამაზე სუბიექტურია, თუმცა სილამაზე არ გააჩნია. ჯექსონის კლიპი როა ხეზე რო ესე არის თუ გაქვთ ნანახი აი ეგრე ვარ ეხა ზუსტად რა იცი მოიმას როგორც ქნეულნიგები გავშალეთ ძალიან იქარია და ცოტა გაგვიჭირდა თუმცა მაინც შევძელით და ეხლა გავშლით სამზარეულოებს და ვამათებთ კოცონს ამ ქარში თუ შევძელით და ნახოთ მოკლედ აი ლევან სამ კითხვას დაგისვამ პირველი იქნება ესეთი რა გააქვს თუ არა ესეთი ნივთი რომელსაც არ იყენებ კემპინგზე ჩემი მანქანის ზომიდან გამომდინარე ძირითადად ისეთ ნივთებს ვატარებ რომელიც თითქმის ყოველთვის მჭირდება ამიტომ ეგეთი ნივთი არ მახსენდება რომ მქონდეს რა აი მაშინ ესე დაგისვამ კითხვას გინახავს სადმე ისეთი ნივთი რომელიც ხალხს აქვს სხვა კემპერებს თუმცა ვფიქრობ რომ სულად გამოუსადეგარია ან თუნდაც არ არის უბრალოდ საჭირო რა ეგეთი ნივთი რომელიც ახლა უცებ გამახსენდა არის გასაშლელი ტუალეტი რომელიც მე მგონი საერთოდ არ არის საჭირო როცა ესე კემპინგზე მიდიხარ აი და ნივთი რომლის გარეშეც წარმოუდგენელია კემპინგი ეგეც რომ მითხრა რატი საინტერესო იქნებოდა შენგანაც მოგვესვინა იგივე სამ კითხვაზე პასუხი გაქვს თუ არა ისეთი ნივთი რომელსაც თითქმის არასდროს არ იყენებ ეგეთი ნივთი მაქვს სამწუხაროდ მაქვს ეს არის აი ფრეიტები არ ვიცი ამას არ მახსოვს რა ქვია ზუსტად რეალურად არ ვიცი ვფიქრობ რომ არც გჭირდება და იყო პერიოდი რომ დამჭირდა გამოვიყენე თუმცა აი საერთოდ არ ქონდა არანაირი შედეგი და ვფიქრობ რომ ჩემი აზრით ეს არის ყველაზე უსარგებლო ნივთი ჩემს თქმიან კემპერში კითხვა ნომერი 2 გახსენდება თუ არა ისეთი ნივთი რომელიც გონია რომ საერთოდ არ არის საჭირო კემპინგის დროს კემპინგის დროს ვფიქრობ რომ ტელეფონი რა არაფერში არ გჭირდებათ აქ იმიტომ ხარ წამოსულები რომ დაისვენოთ ყველანაირი პრობლემისგან, ყველაფრისგან საერთოდ. ჩემი რჩევა იქნება რომ უბრალოდ ასე რომ წამოხვალთ, გათიშო, ან მიწეროთ თქვენებს რომ ყველაფერი კარგად არის, კარგად დაბანაკდა და ასე შემდეგ, უბრალოდ გათიშოთ და არა იღოთ სანამ ამ ყველაფერს არ მორჩებით და მე მადლობას მეტყვით დამიჯერეთ. მესამე კითხვასაც დაგისვა. დამისახელე ნივთი, რომლის გარეშეც კემპინგი წარმოუდგენელია. ნივთი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია კემპინგი, იქნება დანა მეგობრებო, დანა, აი რა ვიცი, აი ყველაფერში გადგებათ, გჭირდებათ.
აუცილებლად წასაღები ნივთია რა. მეგობრებო, ხა დავიწყეთ შეშის მოგროვება. საკმაოდ ბევრი შეშაა ირგვლივ. 10 სივდა პლუს ამას ძალიან მოგშივდა და რა ვიცი, დავანთებთ კოცონს რა. ცოტა ქარია, თუმცა არა უშავს. იმედია, არ გაგვიჭირდება ანთება. კარგით მეგობრებო, უკვე დროა მომზადოთ. მე და ლევანი ფიქრობდით თუ რა მოგვემზადებინა. აზრები გაიყო ჩვენი, თუმცა ბოლოს მაინც შევჯერდით fast food-ზე, რომელიც ქართველებს ძალიან უყვარს. ის იქნება შაურმა, არც მეტი, არც ნაკლები.
მოსაღამოვდა მეგობრებო, საგრძნობლად აცივდა, ისევ ქარია და მთელი დღე ამ ქარს მოკლედ ვებრძვით რა. არასაკემპინგე ამინდი დაგვეხა. თუმცა მაინც ვთვლით, რომ საერთო ჯამში ძალიან კარგი და, რა ვიცი, იდეალური დღე გამოგვივიდა რა. კარგი მოთელვა ჩავატარეთ. კუთხით, რომ მე და ლევონი ვაპირებთ ტაბაწყურში წასვლას. და იდეაში დღევანდელი გასვლაც იყო რაღაც ერთგვარი მოსამზადებელი ამბავი რა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიაროთ საქართველოს ბევრი ისეთი საინტერესო კუთხეები, მცირე ზომის ჯიპით და ლევონის ნახევარ მანქანით თუ შევძლებთ ისეთი ადგილების მონახულებას, პირობითად როგორც არის ტაბაწყური, მაგალითად სვანეთი და ასე შემდეგ რა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალი იქნება. მეგობრებო, დაგვიკომენტარეთ თქვენი საყვარელი ადგილები და ჩვენც ვეცდებით, რომ მალე ვესტუმროთ და მოვინახულოთ. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მომავალ გეგმებს, გარდა იმისა, რომ გვინდოდა საქართველოში მოგზაურობა, ასევე გვინდა მის ფარგლებს გარეთაც. ამას პატარა ისტორიას მოვაყოლებ, რადგან დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ ვიცანით თბილისში პოლონელი ტურისტი, რომელიც იყო საქართველოს ჩამოსული პატარა ავტომობილით და მიდიოდა მონღოლეთისკენ. ეს დამაინტერესა რა, იმიტომ რომ ავტომობილს რო შევხედე, სამოგზაუროდ იყო გამზადებული და დამაინტერესა რა, რომ ესეთი პატარა ავტომობილით რატო სად მიდიხარ,
რა ხდება მონღოლეთში, რა გინდა რა გავისაუბრეთ და მიამბო ესეთი რალის შესახებ, ამას ქვია მონღოლ რალი, რომელიც იყო ბრიტანელების შექმნილი რა. და იდეოლოგია ესეთი იყო, რომ რომელიმე ევროპის ქვეყნიდან უნდა დაგესტარტა და ჩასულიყავი მონღოლეთში და შემდეგ დაბრუნებულიყავი უკან. ოღონდ ქონდა რაღაც გარკვეული შეზღუდვები რა. ეს შეზღუდვები იყო, რომ მინიმალური, ესე მაქსიმალური ძრავი უნდა ყოფილიყო ავტომობილის 1-დან 0. ზომაც თუ არ ვცდები შეზღუდული იყო რა. შეიძლება მეშლება, თუმცა ხო, პატარა მანქანით ხა 1-დან 0 ძრავის მოცულობა დიდ მანქანას ფიზიკურად ვერც იქნებოდა. ძალიან დამაინტერესა ამ იდეამ რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მარშრუტია, ძალიან საინტერესოა და პლუს ამას კიდევ ერთგვარი თავგადასავალია. და ლევანის გარდა კიდე გამიშთა სურვილი რატომღაც რომ ესეთ ურიგო არ იქნებოდა თუ მივიღებდით ამ რალიში მონაწილეობას. თორსა პირველობით ვიქნებოდით, იმიტომ რომ საქართველოსდან არ ამგონია ვინმე წასული, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი. რეალურად მაგრალის ლოგიკა ის არის, ლოგიკა რა მიზანი ის არის, რომ მანქანით, პატარა მანქანით გაიარო დიდი მანძილი, უგზოობა, რაღაცა გზიდან გადახვევა ხო, ძალიან მონღოლეთში ძალიან ისეთი პირობებია რა, როგორც ვიცი, თან დიდი მარშრუტია ასე. დიდი მარშრუტია და თან პლუს კიდე გამოირჩევა რა ველური ბუნებით ძალიან და ესეთი რელიეფი აქვს რა და კადრები მეც რასაც უყურე რა, კადრებს სხვის ჩანაწერებს, ანუ მიციღებდნენ მონაწილეობას, საკმაოდ რთული გზებია და ხშირად, რა ვიცი, ანუ თითქმის ყველგან გაჭედილები იყვნენ და რაღაცა ხო ხდები რა. თან მე მგონი საკმაოდ მომზადებულებიც მიდიან, იმიტომ რომ გზაშიც ცვლიან ხოლმე რაღაცა ნაწილებს, ძრავს ვერ შეუცვლია რა. სათად არიგო საბურავი. ხო, ერთ 2 სათად არიგო საბურავი და ზეთიც სავარაუდოდ და ელემენტარული ისეთი დეტალები, რისი შეცვლაც ესე გზაში შეიძლება. თან უნდა გაუსვათ ხაზი იმას, რომ ეს არ არის, ანუ ასე ვთქვათ, სისწრაფეში შეჯიბრი რა. ეს არის უფრო ამტანობაში არის რა. და თავგადასავალია რა. რამდენად უფრო გაუძლებ. ხო, რამდენად უფრო გაუძლებ, რამდენად შეგიძლია პირობითად ესეთ გზებზე სიარული და ანუ სიჩქარის მნიშვნელობა არ აქვს, არავის არ ეჯიბრებით და იდეაში არც რამე პრიზი არის რა, საქველმოქმედო ესეთი ის არის რა ქვია, რალია რა. ინტერესო იქნება ჩვენი ანუ საქართველოდანაც რო იყოს წარმომადგენელი მაგ-თხით და რა ფიქრობ რომ მე მგონი ჩვენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი რა და მაგამდე მივდივართ. დავამატოთ რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენნაირად სურვილები გამოჩნდება. ეგ რა თქმა უნდა, ეგ ხო ეს მარტო ჩემი და ლევანის სურვილი არ მინდა ეს ხო რო იყოს რა, იმიტომ რომ იქ წინაზეც ვახსენეთ, რასაც უყურეთ, ეხა იქ ვიდეოებში ძირითადად სულ აი საძმაკაცო სამეგობრო, აი ძალიან ისეთი რამოდენიმე მანქანით მიდიან, რომ უფრო რაღაც თავგადასავალს, როგორ ვთქვათ, მუღამი კონდეს, ხო? მე მგონი ესე უფრო კარგად ჟღერს რა. ხო და რა ვიცი, ვისაც ქონიათ გამოცდილება მსგავსი, ან მოგწონთ ესეთი სტილის გასვლები, გაინტერესებთ, რა ვიცი, შეიძლება მოფიქრება რამოდენიმე ადამიანზეც რა. კი, თავისუფლად. კი, ამ ახლა დეტალებს აქ ვერ ჩავშლით, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცით პირობები შეიძლება შეიცვალა და არც ეხლა გაგვახსენდა ეს თემა და მაგით გადავწყვიტეთ საუბარი. თუმცა დანარჩენ პირობებზე თუმცა თუ მონღოლეთში ვერ წავალთ, შეგვიძლია საქართველოში მოვაწყოთ. რალი თუ არა, ასე ვთქვათ, გასვლები რა. ხო, ანუ რალიც არ არის, ეს არის მოგზაურობა. უბრალოდ ეგრე ქვია, თორე რალის არაფერი არ აქვს რეალურად, გარდა იმისა, რომ უბრალოდ გზებზე დადიხარ ავტომობილით. იდეაში საქართველოში მოწყობაც არ იქნებოდა ცუდი. არა,
მათ რაღაცა შორის ჩვენ ლამაზი. ვისაუბრეთ მაგაზე. კი, ლამაზი მარშრუტი. შეიძლება მაგის ორგანიზება და კი, რაღაც ლამაზი თუ მარშრუტი. რამოდენიმე გაგუკეთებინა ჩვენთან მოაზრე გამოჩნდება. კი, თუშეთი, ხევსურეთი და ესეთი ადგილები რა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება და ამას ჭირდება სპონსორობა და ამას ჭირდება ძალიან ბევრი შრომა. არც მაგას გამოვრიცხარო, ოდესღაც შეიძლება ეგეც რაღაცნაირად დავიწყოთ და ვიმყავოთ ბოლომდე რა. ნუ გეგმაში გვაქვს და გეგმაში გვაქვს, კი. კარგით მეგობრებო, ვფიქრობ დღევანდელი საღამო უკვე დასასრულისკენ მიდის. საკმაოდ დავიღალეთ, ხო? კი. პირველ რიგში ქარმა დაგვა. ხო, ქარმა ქარს ვერ ვიტანთ. მთელი დღეა კემპერებისთვის ქარი. კი, ქარს. ყველაზე ცუდი ანუ ამინდია. არაფერი ისეთი, ყველაფერი მყარად გვაქვს. უბრალოდ აი აქეთ ფერფლი გვეყრება, იქ ცეცხლს ვერ ვანთებდით. ნუ აი თავის ტკივილია ახლოს რა ქარს რა. შემაწუხებელია. ხო, შემაწუხებელია. პლუს ცივე რაღაც ხან სიტყვა მე დაუბერო სიცივე მოაქვს ქვევიდან და დავღალა საშინლად დავღალა და ფიქრობთ რომ უკვე დასაძინებლად დავიდეთ რა. აი და შევხვდებით ხვალ დილით რა. ხვალ იმედია მზიანი დღე გათენდება, აღარ იქნება ცოტა წვიმა ეწერა, ნუ ქარიც არის, თუმცა მაინც ჩვენ გვაქვს იმედი რომ აი ესეთ ლამაზი ესე თქვა მზის ამოსვლა გვექნება და რაღაცა უფრო კარგ კადრებსაც გადავიღებთ. კარგით მეგობრებო, მოდით დაგიმშვიდობებით და შევხვდებით დილით. დროებით. დილით ვაპირებდით ადრე გაღვიძებას, მზის ამოსვლას უნდა შევხვედროდით. კაი კადრები გადაგვეყო, მაგრამ შუა დღეა მგონი. ჩაგვეძინა რა, დაღლილები ვიყავით და გავიღვიძა რომელზე. უკვე მზე კარგად იყო გადმოსული რა, ის დილის მზის ამოსვლას სამწუხაროდ ვერ შევხვდით. მაგრამ ქარი ისო ჩვენთან არის. საღამოთი ჩადგა ისე ხოთაშორის. საღამოს რა, ანუ რო დავიძინეთ, აი უკვე მაშინ აღარ იყო, მაგრამ დილისკენ ისე ამოვარდა და ჩვენიერი დილა მაინც გათენდა რა. ეხლა ნენელა ავშლით ჩვენს კარავ ქოხებს და დავემშვიდობებით ამ ადგილს. ისე შემდეგისთვისაც შეიძლება აქ წამოსვლა რა. ოღონდ ქარი თუ არ იქნება რა და ცოტა ეთბილებ რა. ისევ ქარი ამოვარდა, ისევ ვიცი, აფრიალა ყველაფერი რა. დილა საკმაოდ კარგი სასიამოვნო იყო, ღამეც არციო და არაფერი, ნუ ყარავში არ შეგცივდა რა. ძალიან გაასწორა რა. ძალიან ან მეორე წამოსვლაც ღირს და საერთოდ ისე ახლოს არის პრინციპში, ნუ თბილისთანაც რა, შორი არ არის. ესეთ კაი ხედები იშლება, ვფიქრობ რომ პერიოდულად რაღაცა არაქარიან ამინდებში ღირს წამოსვლა ნამდვილად. ეს როგორ უნდა მე ვთვლი რომ საერთოდ ეს ადგილი ქარიანია რა. ანუ არ მგონია რომ რაღაცა ჩაწყნარებულ სიტუაციაში იყოს რაღაცა დიდი ხანი რა. აქვს პერიოდულად ქარი იქნება, იმიტომ რომ ეს გაშლილი არის და გაითვალისწინეთ რომ ქარიანი ადგილია რა. საბოლოო ჯამში ძალიან გაასწორა. აი ძალიან მაგრად მეძინა. აი ესე არ მძინები ბავშვით მეძინა. 2 წლის ბავშვით მეძინა რა. აი ხა ნელა აულაგდებით. არ მგონია რამე მოვამზადოთ, იმიტომ რომ არ გვშია რა.
გუშინდელმა შაურმამ ამ დრომდე მოკლედ თავი ისენ გვაგრძნობინა. ავალაგდებით, გზად ავიღებ ყავას, აქ აღარ მომამზადებთ. და რავი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში რა. სადაც ფიქრობ ან ტაბაწყურში ვიქნებით, ან ბავშვებთან ერთად როგორც დაგვირდით. მომავალ შეხვედრამდე.